საღამშვიდობის. დღეს ოთხშაბათია და Prime Show იმედის ეთერშია. დღეს გადაცემას სიყვარულს და შეყვარებულ წყვილებს უთმობთ. სიყვარული არის გრძნობა, რომელიც გვაკავშირებს, გვაერთიანებს და გვაძლევს ძალას. ხშირად ის შთაგონებისა და ზღვა ემოციების წყაროა. სიყვარულს სპეციალური დღეს დაუწესეს, რომელიც გლობალური დღესასწაულია და ვფიქრობ მას ჯადოსნურს სამართლიანად უწოდებენ. რადგან დადებითი ემოციები, რომელიც ამ დღეს განსაკუთრებულად ბევრია, გადამდებია სხვა ადამიანებისთვის. ეს არის წელიწადის განსაკუთრებული დღე, როდესაც ჩვენ გამოვხატავთ სიყვარულს ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ და ვცდილობთ ვაჩვენოთ, რამდენად ვზრუნავთ მათზე. მე მაყურებელს მინდა უთხრა, რომ დღევანდელი გადაცემა გუშინდელ ვალენტინობას ეძღვნება, მიუხედავად იმისა, რომ გუშინი იყო, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ დღეს ეს გადაცემა გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ რა შეიძლება გააკეთო სიყვარულზე უკეთესი თემა. და დროა სტუმრებზე გადავიდეთ. კაია, რა არის? მოხლები ვარ. შენ ყვარებია ოდეს? მართ სერიოზ გულწრფელი. ეს ბუშტები, გულის ბუშტები. არა, ერთხელ უთქვამს ანგლის გადაცემაში, რომ ყვარები. არა, აი მართლა არ მჯერა, რომ ყვარებია, იცი? თეთა, აი არ არსებობს. ხალხო, შეხედეთ რა. მართლა არ მჯერა. მეგობარი, რომ აი ასე შენ ინიტუ ამას ამბობ დასაფიქრებელი. შეიძლება თუნდაც ყმაწვილობაში ნუ ყმაწვილობაში მე ძალიან ადრე არ გიცნობდი და აი მე რაც კი დიდი ხანია საკმაოდ მეგობრობთ. შენ შეყვარებული არ მინახი. ჯერაც სიძვაში ვარ ჩემი. არა, მე ერთ რაღაცას დავამატებ. მე მგონია, რომ ადამიანს თუ ეს გრძნობა არ გააჩნია, ესეთ შემოქმედებას ვერ შექმნის, რასაც ანდრე აკეთებს. აჰა, შეგედა. მე მგონია, რომ ძალიან შეყვარებული. როგორი დაცვით და კიდევ მეც დავიცავ ანდრის სიყვარულსა მალვა უნდა ვითაცხენსა ნაპარაფსაო, ასე რომ ანდრი ჩემზე რატო გადა? არა, მე მგონია, რომ დაგიცავი, შენ ცხოვრებაში ამ ახალი ქოჩრის ფონზე ახალი გზნობა უნდა გაჩნდეს. რა კარგია, ახალი ქოჩორი. ახო, რა გაცინებს? აი რა უნდათ მახო ჩემგან? არ ვიცი რა უნდათ. უნდათ რომ გიყვარდეს. გვინდა. არა, მე ვიცი ამათ რა უნდათ. ამათ უნდათ კეიფი ქორწილში. შენ ქორწილს არ გადაიხდი. მართალი ხარ. ეს ამბავი სიყვარულის ძალიან ლამაზი ამბავი თელმა საქართველოს გაიგო, იმიტომ რომ მთელი სოციალური ქსელი იყო ამით მოცული, ამ ვიდეო კადრებით პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა, ასე რომ მასშტაბური იყო, ესე იგი ამ სიყვარულის წარმოჩენა და რასაკვირველია საუბარი გვაქვს ნოდოზე და ნინუცაზე. ნოდო არის ჩვენ ნოდო ჭეიშვილი, ჩვენი საამაყო მორაგბე, ჩვენი ნაკრების წევრი და ნინუცა არეშიძე, ჩვენი დიდი ხნის მეგობარი და თანამშრომელი, რომელიც ჩვენთან არაერთი წელია უკვე მუშაობს და გულწრფელად მინდა რომ მოგილოცოთ ყველას ჩვენი სახელით და გისურვოთ უდიდესი ბედნიერება, იმიტომ რომ ულამაზესი წყვილი ხართ და აი ეს თქვენი ემოცია, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ, ნამდვილად ესე ვთქვათ გადმოვიდა ყველაზე და ყოველთვის ძალიან სასიამოვნო არის, როდესაც ასეთი ლამაზი წყვილი დგება. ნინუც, სანამ ჩვენ ნოდოს ჩავრთავთ, აუცილებლად გვეყოლება დღეს გადაცემაში. მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ მოხდა და როგორ მოხვედით აქამდე, რომ უკვე დანიშნულები ხართ. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ესეთი სიტყვებისთვის. მოკლედ გავიცანით ერთმანეთი, გასაკვირი ადგილია ცოტა, მაგრამ ეკლესიაში აღდგომაზე სხვათა შორის და რომ იქ იყო პირველი ჩვენი ესეთი შეხვედრა. მე რაღაც არა ეკლესიაში. აი მაგისთვის ვიყავი ზუსტად მისული, რომ მეთქი ღმერთს ვთხოვდი ვიღაც გამომიგზავნე განსაკუთრებით. არა არის. გავიხედე გვერდზე უცბად და შევამჩნიე რომ ხედავ ეკლესიაში ხალხს. ან შეისმინა. კი, მაგრამ ძალიან ესეთი უცნაური ამბავი მოხდა, გავიხედე ზუსტად მაგ დროს და ნუ ეს სიმპათიური ყმაწვილი მიყურებდა, ასე ვთქვათ და წამებში ახდა კი, აი ეს მიოცნობა და ახდა. ინი წადი ეგრევე ეკლესიაში. ძლიერი რწმენა არის ყველაფრის სათავე და როდესაც ნამდვილად ჭეშმარიტად რაღაცის გწამს, ის აუცილებლად გეხმარება. მოკლედ ეკლესიაში გაიხდა. ხო, ეკლესიაში დავინახეთ, ასე ვთქვათ, ერთმანეთი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე და მისი მეგობარი ვიყავით ერთი ბავშვის ნათლიები და ჩვენო მეგობრებმა მე მოაწყეს რაღაცა განსაკუთრებული შეხვედრა და ესე დაგვაახლოვეს ერთმანეთს. ანუ ერთი ნახვით შეყვარება გამოვიდა, იმიტომ რომ იმასაც ისიც ისე გიყურებდა და შენც. გამოდის, კი, მეც მოვიხიბლე.
შენ ჩვენთან სტუდიაში ხარ და მე ვიცი რომ ნოდოს არც ისე ბევრი დრო აქვს, მაგრამ ჩვენთვის გამონახა და ეხლა გვექნება მასთან ჩართვა და მოდი ნოდოსაც გავესაუბროთ. სალამი ნოდო, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად ამ გადაცემის სტუმარი და რასაკვირველია ჩვენ ყველანი ვიწყებთ მოლოცვით, აი ამ მშვენიერი და სასიხარულო ამბის, რისი მოწმენით ჩვენ ყველანი ვართ. მოდი გითხარი, აი ნინუცამ ესეთი რაღაც გასაოცარი რამ გითხარ, რომ ეკლესიაში ვიყავი მისულიო და აი ღმერთს ვევედრებოდი, ღმერთო შემახვედრე, ჩემი მეორე ნახევარიო და აი რამდენიმე წამი დაჭირდა რომ უბრალოდ მარჯვნივ გამოეხედა და შენ დაგინახა. მოდი ეს რა თქმა უნდა ნაწილობრივ შეიძლება ხუმრობაც იყოს, მაგრამ ჩვენ ვთქვით რომ ძლიერ რწმენას ყოველთვის მოსდევს ის შედეგი, რაც ჩვენ გულის სიღრმეში გვსურს. რამდენად ესე ვთქვათ ემზადებოდი იმისთვის, როგორც ხელი სთხოვე პირველი თამაშის შემდეგ, რომელიც ასევე წარმატებული იყო თქვენი გუნდისთვის, რამდენად ღელავდი აი ამ მომენტის დროს? მართლა ძალიან თამაშამდე არ ყო ეგეთი მომენტი, მაგრამ თამაშის მერე მართლა იყო აფორიაქებული ვიყავი, ვერ ვისვენებდი ერთ ადგილზე ყორგავდი, არ ვიცოდი რა მექნათან, ყველა მაგას მეუბნებოდა რომ აბა შენიცია და ისე იყო და მე ნინუს რომ მოვიდა ხერი რო ვთხოვე ჩამაც პისატის სახე ქონდაო, შოქში ვიყავი, მაგრამ ფერი ქონდაო, გადასულიო და მართლა ეგრე ვიყავი, ძლივს დავწმარდი, ბოლოს ისე ვიყავი, მართლა აფორიაქებული ვიყავი, აი მაგან გალებდა ისე ცუდად ვიყავი მართლა. და დიდი ხანი იგებოდა ეს ხელისთხოვნის ცერემონიალი თუ იქვე სპონტანურად თქმა დაგეგმილი იყო, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერია, ჩემი მეგობრები, ნინუცას მეგობრები ძალიან კარგად დავგეგმდა და ანუ იმასაც ვღელავდი როგორ გამოვიდოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ძალიან მაგრად გამოვიდა მართლა ეს ყველაფერი და ძალიან კარგი იყო. ბიჭების დამეხმარება ამაში და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ბიჭების როგორც დამიყვნენ გვერდში და რანაირადაც გამოგვივიდა ეს ყველაფერი, ყველა გამოყოფილია ამით. ნოდო, ეხლა ნინუცას ჩვენ ვიცნობთ წლებია, ჩვენი თანამშრომელია, მე უკვე მეგობარი. აი ესეთი ხარისხიანი გოგო. ხო. აი როგორ მოახერხე, საერთოდ ხო იცი მე შინაურებმა რო იციან, ნუ გოგო ჯობია. ჩვენ ესე უნდა ვთქვა. ხო. ჩვენი ჯობია. როგორ აუხსენი სიყვარული? აი ესე და ანუ როგორ გააღვიძე მასში ის გრძნობა, რაც შენ ძალიან გჭირდებოდა. არ დამჭირდა ახსნა ალბათ თვალებდი რო შევხედე რა ადამიანს მივხვდა ალბათ რომ ანუ როგორ მომწონა და როგორ მიყვარდა და ანალოგიურად იმასაც ეგეთი გრძნობა გაუჩნდა და ესე მოხდა თავისით ყველაფერი საერთოდ არ ვიცი ეგ ნინუცამ უნდა იცოდეს რანაირად შეძელი ანუ ეს ნახე როგორ ის არის ანუ ქმედითად ხდება ეს ყველაფერი მაგრამ გუშინ ვალენტინობა იყო ნოდო და შენ ახლა შანსი გაქვს კიდევ ერთხელ მთელი საქართველოს ვალწინ აუხსნა სიყვარული ჩვენს მეგობარს. ნინუცა ძალიან მეყვარდა და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ყავს შენაირი ადამიანი გვერდზე და მინდა რომ მთელი ცხოვრება ვიყოთ ერთად. და ვიბედნიეროთ ერთად. ზუსტად იგივეს ვგრძნობ მეც და იგივეს ვუსურებ ჩვენ თავს, რაც შენ თქვი წეყან. და ჩვენს გისურვებთ ძალიან დიდ სიყვარულს. დიდი მადლობა ნოდო. დიდი მადლობა თქვენ ნახვამდის. გელა და ანუკიც კვიტინიძეები, მოგესალმებით ძვირფასები. გელა. აი მე რა კარგა, გელა და ანუკიც. ასო ეს არა ო იუსტიციის სახლის დირექტორს გვარს ვიცვლი. რატო გადასარევია, სუდონ ეს გულიდან უნდა გაჩუქი. აი რაღაცა. თავი დავაწყდა. ახო მგონი ნინით შეყვარებული. მე ნინი სულ შეყვარებული. იყოს კი. გელა დონაძე და ანუკიც კვიტინიძე, მოგესალმებით. თქვენი სიყვარული მე როგორც ვიცი, დაიწყო მუსიკის სფეროდან, ხო? ანუ მუსიკალურად დაიწყო. სხვანაირად არც კი წარმომიდგენთ. მოდი. ხო, მოდი მოგვიყევით როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, მუსიკით დაიწყო, ეს იყო გასტროლი, ვიყავით ლიტვაში, ხო? და ანსამბლი ბასიანი, რომლის სოლისტიც გელა ბრძანდება, გელამ შეასრულა ჩაკრულო სოლო ჩოხით, არაჩვეულებრივად იმღერა და ნუ რაღაცა საოცარი განცდა მქონდა ჯერ სიამაყის, რომ ვიყავი ქართველი, რომ ეს ჩაკრულო იყო ქართული და გელას შესრულებაც იყო, ნუ გასაოცრად კარგი და მივხვდი რომ რაღაცა ეს განსაკუთრებული ბიჭია. და მერე რომ დავბრუნდით საქართველოში,
რაღაცაერთ გელამ რა თქმა უნდა ძალიან იაქტიურა, რაღაცა სულ სადღაც ხდებოდა შემთხვევით, მეგობრებთან ერთად ვიყავი რაღაც სივრცეში კაფეში, უცებ გელა იყო. ჩემს სახლთან უცებ სრულიად შემთხვევით ხდებოდა, რაღაც ჭავჭავაძეზე მოდი, უცებ სახლთან, შემთხვევით. ნუ გასაგებია არ იყო შემთხვევით. GPS-ი დაუყენეთ, როგორც საერთოდ ხელოვანი ადამიანები მე ვფიქრობ, რომ რაღაცა უფრო მგრძნობიარეები არიან, აი ურთიერთობის მიმართ შეიძლება უფრო რომანტიკულები. ამ შემთხვევაში ბატონი გელა რამდენად რომანტიკული ადამიანია და რაში გამოიხატება თუ ეს ასეა? კი არის, ორივე ვართ სინამდვილეში და ძალიან უყვარს ჩემი განებივრება, გახარება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა საჩუქრები. გულიდან ნაჩუქარი. ხო, ნამდვილად ორივე ვართ, ამიტომ გელას გამოსთვის კარგი. საინტერესო გელას. ძალიან გვეხმარება მუსიკა და თვითონ სიმღერა. მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში არაერთი სიმღერა შეიქმნა ანუკის მიერ და არის სიყვარულზე და ძირითადად მე ვასრულებ ამ სიმღერებს, ან დუეტია ჩვენი და შესაბამისად ეს სიმღერაც, ეს მუსიკაც გვეხმარება ის გარემო, რომელშიც ჩვენ მტრიალებთ და რა თქმა უნდა სიყვარული ხომ თავდადება. ჩვენ წინ კი გველოდება არაჩვეულებრივი სიმღერა თქვენი შესრულებით, მე რა თქმა უნდა დღეს სიყვარულს უნდა ვუმღერო. ხო, სანჩოუს ენათქვენია. Of
ისეთი შეიძლება შაბლონური კითხვა და სუპერ ბანალური, მაგრამ ცოტა ფილოსოფიური. რა არის სიყვარული? აი ასაკთან ერთად, აი მოდის ცვალებადობა აღქმის სინამდვილეში რა არის? შეიძლება ბაღიდანაც ბაღის სიყვარულიც კი მახსოვს, ის შეგრძნება, იქიდან მოყოლებული მერე სკოლის პირველი 0 კლასის სიყვარული და შეგრძნება, მაგრამ ეს ხო არ იცი რა არის, ჯერ არიცი როგორი შეგრძნება და მე ყალიბდები, ღვინდები, ხვდები რა არის ეს, რას წარმოადგენს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის ძალიან სასიამოვნო გრძნობა, რომელიც არასდროს არ იცი, როდის, რა მომენტში დაგეცემა თავში და გულში. მოდი შევადაროთ, რას თვლის ხათუნა, გეთანხმება თუ არა და თავის პოზიცია როგორი არის? არ ვიცი, აი ამის ახსნა ცოტა რთულია. სიყვარულია, რომ გიხარია ცხოვრება, გიხარია გათენება, ბედნიერი ხარ, სტიმული გაქვს. გინდა რომ შეეჭიდო ყველაფერს, ცხოვრების ხალისი გაქვს, ყველაფერი აი მამოძრავებელი, მგონია რომ ადამიანის ერთ-ერთი მამოძრავებელი. მახოს ნუ უყურებ, შენ გითხარი. რავი, ჩემთვის სიყვარული ყველაფერია რა, აი აბსოლუტურად ყველაფერი და ერთი წუთი არ წარმომიდგენია სიყვარულის გარეშე დღეც. აი ეს მომენტი გაიხსენე პირველად, როდესაც იგრძენი მახოს აქტიურობა შენს გარშემო. მახოს აქტიურობა ვერ ვიგრძენი ერთი რამოდენიმე თვე. იმიტომ რომ როგორც თვითონ ამბობს, ეშინო და სერიოზული ურთიერთობა. არა და არ არის შიშარამა. არა და არ არის. მე იმდენად ჩავკეტე ჩემი თავი და იმდენად გავრიყე ამ სიტუაციიდან, რომ ვთქვი, რომ ცოლს აღარც მოვიყვან და აღარც ეს სიყვარული მინდა, აღარც ეს გრძნობა და საერთოდ აღარ მინდა არაფერი, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით და ვიფიქრე, რომ აი ბავშვები, ჩემი შვილები იზრდებიან და ამათ უნდა მივხედოთ და გადავდო ამათთვის თავი. და საერთოდ ეთყობა არ მეკუთვნის ეს გრძნობა და არ უნდა ვიყო ბედნიერი და შეყვარებული. ამის გამო მე დავკეტე ეს თემა და რომ დავკეტე, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გახსნა ეს თემა. ანუ ამან იმუშავა იმისთვის, რომ ჩემი გული გაეხსნა და ისევ მეგრძნო ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე წამოვიდა მე უკვე მე და ხათუნას ეს ურთიერთობა და დიდი მადლობა ამისთვის, რომ ასეთი გრძნობა ისევ ახიობი კაცის ხარ არ უნდა გაგიჭირდეს, შეგიძლია რომ სიყვარული ეხა უხსნა პირდაპირ ასეთ ლამაზი სტუდიის ფონზე. კარგი ეხა, აგინდა. ტაში დაუკრათ მახოს და კაცი თმა მიყვარხარ სიტყვა არის არ ეძახდა ბოლო დროს. მიყვარხარ სიტყვას ვერ ვამბობდი, ისე მეშინო და აი გამოგივიდა უკვე. და გაბედე. ხათუნა წეს ლექსებს. ეგონა გეტყოდი? ხო და ახლა ხათუნამ აუხსნას ლექსით. თუნდა ლექსით, თუნდა ის. ჩემი გრძნობების აფეთქება, ჩემი ცოდვების ანარეკლო, ჩემო სიყვარულის მონატრება, ჩემო ალერსიდან ანალერსო, თვალი ამიხვია გრძნობის ბინდმა, ფიქრი სიყვარულით გადავევსო, გული მეუბნება, აღარ მინდა, მე ეს ყველაფერი გადამრევს. რას არ დაწერ შეყვარებული ხალხი. დიდი მადლობა. ახლა კი ჩვენი ახალი პარტნიორის, რომელიც წელს შემოგვიერთა რაიმონდ რეზიდენსის შესახებ, უნდა ყოფილიყო ტექსტი და ამ ტექსტში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ფრაზა ყველა აპარტამენტი ბუხრით, ხო, რაზეც ხშირად გავჩერებულ ვართ კიდევაც და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ირაკლი მიხილა და სიუჟეტი რაიმონდ რეზიდენსიდან შეგვიძლია ვიხილოთ ირაკლისთან და ლიზასთან ერთად ბაკურიანით.
სიყვარულის დღის აღსანიშნავად ვესტუმრე რაიმონდ რეზიდენს, რომელიც არის პირველი აპარტოტელი ბაკურიანში, ბუხრით და ის მდებარეობს დიდველიდან 800 მეტრში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა აპარტამენტი ბარდება რემონტით, ავეჯით და ტექნიკით. რა თქმა უნდა, ამ დღეს მე ჩემს ულამაზეს მეუღლესთან ერთად, ლიზასთან ერთად შევხვდები და მინდა მცირეოდენი სიურპრიზი გავუკეთო. ასე რომ მოდი ერთად წავიდეთ და ნახოთ ის აპარტოტელი, სადაც ჩვენ უქმე დღეებს გავატარებთ. აბა შემოვდივარ მარჯვენა ფეხით, რა თქმა უნდა. როგორი სითბოა, უკვე მომწონს. სუსხიანი გარემოს შემდეგ თბილ აპარტამენტებში შემოსვლა, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა და მე უკვე ხედავ თუ რამდენად ლამაზად არის ყველაფერი მოწყობილი. როგორც ჩანს, დიზაინერმა საკმაოდ კარგად იმუშავა, რაც სასიამოვნოა და მახარებს და ვალენტინობისთვის ესეთი პატარა სიურპრიზიც დაგვახვედრა. რაიმონდ რეზიდენსმა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ყველი, ღვინო, ტკბილეული არის რაღაცნაირი ის კომპონენტი ალბათ, რომელიც სიყვარულის დღეს კიდევ უფრო მეტად ატკბობს ალბათ იმ გარემოს. მე დარწმუნებული ვარ, დიდი იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ლიზას ძალიან მოეწონება და გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ უქმეებზე ქალაგარეთ გასვლა განსაკუთრებით ბაკურიანში, როდესაც იმყოფები, მე ფანჯიდან ვხედავ დიდველს, 800 მეტრში არის დიდველის, ესე ვთქვათ, სასრიალო ტრასა და ადგილმდებარეობაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან, ესე ვთქვათ, კარგი. მე პირადად რაიმონდ რეზიდენსის შესახებ მეც და ჩემმა თანაწამყვანებმა პირველად სტუდიიდან გავაჟღერეთ და ახლა პირველად ფაქტობრივად შემოვედი და ჩემი თვალით ვნახე და მინდა აღვნიშნო, რომ და მინდა ვნახო ის ლეგენდარული ბუხარი, რომელიც ესე ვთქვათ, ჩემი და ჩემი თანაწამყვანების მიერ ძალიან ხშირად არის ნახსენები და ალბათ თოვლი, სიცივე და შიგნით, ესე ვთქვათ, თბილი ბუხარი არის იდეალური იმ განწყობისთვის, რაც ვალენტინობას უხდება. ასე რომ, თუ რა თქმა უნდა, წლევანდელ ვალენტინობას უკვე, ვეღარ მოასწრებთ აქ ამოსვლას, მომავალი წლისთვის ნამდვილად შეგიძლიათ თქვენ საყვარელ ადამიანს მოუწყოთ ესეთი ერთგვარი სიურპრიზი, რომელიც აბსოლუტურად ყველასთვის იქნება ძალიან სასიამოვნო. რა თქმა უნდა, ჩემთან მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი საკვები თუ ტკბილეულია, ისიც ყოველთვის ვცდილობ, რომ არ იყოს შაქრით, ესე ვთქვათ, გაჯერებული, რომ მეც და ლიზაც სპორტის ძალიან დიდი მოყვარულები ვართ. და ახლა საცივს შემოვიტანე. იმედია დამახვედრეს, მაგრამ არა, როგორც ჩანს, ეთყობა ჩემამდე ნოე იყო გადაღებაზე და საცივი აღარ დარჩა. მაგრამ არა უშავს, რაც გვაქვს, ისიც ძალიან კარგია. ესე ვთქვათ, პატარა სიურპრიზიც უკვე მზად არის და წავალ ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს მოვიყვან. ლისკა ლამაზი გარემო დაგვახვედრა რაიმონდ რეზიდენსმა. მოგწონს? უკვე მოგიწყვია ყველაფერი. ჩვენთან სტუმრად არის კიდევ ერთი გამორჩეული წყვილი ლაშა გურგენიძე და თაკო მჭედლიშვილი. ესე იგი, პრინციპში ლაშას და თაკოს რომანტიზმს სოციქსელშიც მიუყვებით ხოლმე ესე პერიოდულად, თან ძალიან კარგად შეფუთულია ეს ყველაფერი კონტენტი დღეს რომ ასე ვეძახით, მაგრამ მახსოვს ხელის ხოვნის ამბავი ცეკვების სცენაზე მოხდა. ხო არ მეშლება? კი, ანუ ესე ჩანს, რომ რომანტიკოსი ვარ, სინამდვილეში არ ვარ და სიმართლე გითხრათ, ცოტა რომანტიკა კაცებისაც არ მესმის რა. ანუ მე ჩემ შეყვარებულს ვალენტინობას ლექსი დაუწერე და ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ცხოვრებაში მიუღია. ჩემო ძმაო,
ლექსებით პირადი ცხოვრება galaktionმა ვერ აიწყო და შენ რა დაწერე ეგეთი ასე ოპტიმისტურად რო ხარ განწყობილი. მაგრამ თუ ეგრეა, კაი, შევერე. კი ბატონო. ხო და რაღაცა რაღაცა რომანტიზმი ძალიან აიგდე ხაზა. არა ვიგდე, ეს ის უბრალოდ რიტორიკული. ეხლა ჩვენ კადრები მოიცა. კადრებში ვნახეთ როგორ რომანტიკულად ასე, ხელს თხო შენს საყვარელ ქალბატონს. ეს არ არის რომანტიზმი? რაღაცა ჩემთვის არ არის რომანტიზმი. აბა რა არის? პიარია? არა, პიარი არა, რაღაცა ალბათ რაღაცა შენი ჩანაფიქრის რაღაცა ორიგინალურად გაკეთება. რომანტიზმი ალბათ შენ არ ხარ რომანტიზმი მიძღვნაში ცუდი რა? არა, ცუდი არაფერი არ არის. ანუ სხვა რაღაცას ვამბობ, რომ ანუ ეს არ უნდა იყოს, რომ აი მე ეს გავაკეთე და მისთვის ეს ყველაზე დიდებული იყო, რაც კი ცხოვრებაში მიუღია. ესე იგი, რამდენად ეთანხმები, რაც ახლა ლაშამ წარმოთქვა? ხშირად მანაპირობს ხოლმე სიურპრიზებით. რაც ძალიან კარგად გამოსდის. ეხლა როგორი სიურპრიზებით განებივრებს, რას რატო უარყოფს ამ ყველაფერს? კი, და რომანტიკოსია, თავისთავად ცხადი. ხანდახან რაღაცას მოვიფიქრებ. ხო და ეგ არის მოფიქრება, რომ გინდა რომ ასიამოვნო და თან კრეატიულად გააკეთო, ზუსტად ამაში გამოიხატება. ეხლა მეტი რა უნდა რას ელოდები შენ? ეხლა რომანტიკული რო არ იყო, შენ ამას არ გააკეთებდი. ეხლა აი თუ დაესხით თავს. არა, ნახე, მე არ ვარ რომანტიკული და მე არც მომაფიქრდება, ეგეთ არ მაქვს ეგეთი იდეები, ვერ ვფიქრობ. არ ვარ მე რომანტიკული. ხო და მაგას რომ მე არ ძდებ თავს რომანტიკული, არ მაფიქრდება ეგეთი რაღაცები. ვერ ვაკეთებ. შენ გამოგდის. ეხლა სხვათა შორის აი ვალენტინობა რაღაცნაირად გადავაგორეთ და 8 მარტი ახლოვდება, ხო? უამრავი შეტყობინება მოგდის. არიცით რა აჩუქოთ თქვენს სოლს? ჩვენ ვიცით, საქართველოში ყველა კომპანიამ ზუსტად იცის რა გაუხარდება ჩემ სოლს. მარტო მე არ ვიცი. ანუ აი ეგრე დაალაგდა რატომღაც რა. მიენდებ. თაკო მახსენა რომ ხშირად მიწყობს ლაშას სიურპრიზებსო. აი როგორ სიურპრიზებს, აი რას აკეთებს? აი განსაკუთრებულად რაც მახსოვს 100 დღე რო გახდა რომ ერთად ვიყავით, ანუ ეს შეყვარებულობის პერიოდი იყო ჯერ კიდევ. დილით რო გავიღვიძა და მივდიოდი აკადემიაში, სადარბაზოში დამხვდა დიდი მზე. სადაც ეწერა რომ 100 დღეა სულს მინათებ. ესე მომილოცავ. ეჭი რომანტიკულობა რა გინდა? ხა 100 დღეს რა დამატებინებს? აი ასეთი არავის განმოხდია. ისეთი რომანტიკოსია და ესე მაგრად კითხულობს ლექსას, ისეთ მაგრად უხსნის სიყვარულს თავის მეორე ნახევარს. მე მგონი იგროა ახლა როგორც სახალხო მთქმელმა წაუკითხო შენს თაკოს რამე. პეტეფის მიყვარხარ ძლიერ. რაღაცა შეიძლება საზოგადოებისგან მოყვეს ის როგორც მესაფლავეზე იყო რა ბატონი გურამ საღარაძე ამას მართლა გენიალურად კითხულობდა ამ ლექსს ჩემი პედაგოგი იყო და თან ვამაყობ ამით რომ ყოველდღიურად მქონდა მასთან ურთიერთობის და ხო ასევე რა და კუკლას რო გვეძახდა გახსოვს ხო და აი რაღაცა არ ვიცი რა განსაკუთრებულად მიყვარს ეს ლექსი და მინდა რომ რაღაც ჩემი პატარა სათქმელები ამ ლექსის ქვეტექსში დაუმალო და ისე მიუძღვნა რა იქ ვიტყვი რაღაცეებს რაც თავარია მიყვარხარ ძლიერ რაც გადის დრო და ხანი მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი შენი შავი თმის ბუჩქი ეგ თეთრი შუბლის სერი თვალები გიშრისფერი ლოყები ვარდისფერი შენი თითებიც მიყვარს ორი პატარა თათი ოიცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი ოიცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით შენი გრძნობების სიღრმე სულის სიმაღლე შენი მე დარდიც მიყვარს შენი ღიმილიც ფართო მე ცრემლიც მიყვარს შენი კისკისიც მართობს მე შუქი მიყვარს შენი რა არის მისი ფასი მე ჩრდილიც მიყვარს შენი მზის დაბნელების მსგავსი მიყვარხარ ძლიერ მწვავს შენი ტრფობის ალი მიყვარხარ ძლიერ თელი გრძნობით და ძალით
მთელი სამყარო ვრცელი შენით არსებობს ჩემთვის. რაზეც კი ვფიქრობ, ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის. ღამით ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრში ჩემთან ხარ დღისით გულის წგერის ხმა მესმის. შენი ხმა არის ისიც. შენთვის მივწვდები მწვერვალს, დიდების ყველა მნათობს დიდებას დავთმობ შენთვის მწვერვალებს დავთმობ. შენი ოცნებით ვხარო, შენს დარდს ვატარებ დარდად მე, სხვა სურვილი არ მაქვს შენი სურვილის გარდა. სხვერპლი ყველაზე დიდი მე მეჩვენება მცირედ, რადგან შენ გსურდა იგი, რადგან შენ შემოგწირე. შენს მცირეოდენ წყენა სულ უმნიშვნელო წვილმას დევს ჩემი სევდა დიდი. ჩემი ცრემლების წვიმა მიყვარხარ ძლიერ მიყვარხარ ცხადად მალვით, როგორც არასდროს არვინ არ ყვარებია არვის. ეს შეუძლოა თითქმის, ეს სიკვდილს უდრის თითქმის, შენ ერთს გეკუთვნის ყველა, რაც სიყვარულად ითქმის. ჩემო ძვირფასო ცოლო, მე შენ მიყვარხარ მხოლოდ. რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი, მიყვარხარ ძლიერ ვარ შენი ტრფობით შმაგი, თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს, ის შენ გეკუთვნის მარტო, ის შენ გეკუთვნის მხოლოდ. ნაყოფი მისი არის, ვინც ნორჩი ნერგი დარგო, ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე. ეც მიყვარხარ. ჩემთვის როგორი გემრიელი ლუყმა დაუტოვებიათ, ვისაც უნდა გამოვკითხო სიყვარულის ისტორიის შესახებ. მარიტა, შენ დაიწყებ თუ გიორგი? მარიტა. არ ვიცი, ალბათ ბედი იყო ყოველთვის ამას ვამბობ, იმიტომ რომ რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა რომ გამეცნო გიორგი თუნდაც სპექტაკლზე, მაგრამ რატომღაც ესე დაემთხვა რომ ისეთ ადგილას აღმოჩნდით ორივე რომ ერთმანეთს დავემთხვიეთ და შევხვდით რაღაც გარეგნულად პირველივე და აი რა მოხდა თვალში, ცხვირი, თვალი, წარბი, ქოჩორი რა. აქშალა მარტივმა არ ვიცი. არა, ცდილობ რომ სხვანაირად მოყოლინო, ასე ვთქვათ, ამბავი. ყველაფერი მომეწონა. უფრო გამოხედო ალბათ. ანუ მოდი έτσι კითხავ, გიორგის ესეთი გარეგნობა აქვს, როგორც წარმოსახვა ქონდა სამომავლოდ რომ შენი მეუღლეს. ყოველთვის ზოგადად პატარაობიდანვე დიდ ადამიანებთან მომწონდა ხოლმე ურთიერთობა და ყოველთვის როგორც წარმომედგინა ჩემი მომავალი მეუღლე ან ადამიანი რომელთანაც ვიქნებოდი, ზუსტად გიორგისნაირი იყო ჩემს წარმოსახვაშიც. ანუ ესე მარტივად რო თქვა, აუცილებლად უნდა ქონოდა წვერი, უნდა ყოფილიყო სიმპათიური, შარმიანი და განათლებული. ზუსტად ესეა, რაღაც ის რისი ძალიან ჯერა, როგორც წარმოგიდგენია შენ წარმოსახვაში, ეს აუცილებლად ესე ხდება ნამდვილად. კი, მეც ჯერა ამის. შენ რამდენად ხარ რომანტიკოსი? რამდენად უწყობ სიურპრიზებს მარიტას? აი, ეხლა ლაშას გაგრძელება აღარ მინდა, ისე ილაპარაკა, რომ ნერვები მოგვიშალოს უყველას. აღარ მინდა ეგრე, რომ მეც არ ვარ გამორჩეულად რომანტიკოსი, ანუ რას გულისხმობ? ანუ გარეგნული ფორმა რო აუცილებლად უნდა მისცე ამ ყველაფერს, რომ ვთქვათ, აჩვენო, რომ შენ ხარ ძალიან რომანტიკული, ეგეთი ტიპის ადამიანი მე არ ვარ. მე ზოგადად მგონია, რომ არტისტები, ამ მაგრამ მსახიობები უფრო რომანტიკოსები არიან. 50-50-ია, სალომე, აი როგორ არის, იცი? არის რაღაც მომენტები, როდესაც შენ ამას სახალხოდ საჯაროდ გამოხატავ. მით უმეტეს, როცა ყურადღების ცენტრშიც ხარ, რაღაცა გიწევს, რომ ეს ჟესტები გააკეთო, მაგრამ არის მომენტი, როდესაც შენ ამას გამოხატავ შენს სივრცეში და ეს კიდე სხვანაირი და გაცილებით უფრო შეიძლება გულწრფელიც, უფრო ინტიმური როგორ. გიორგი, მაგასთან დაკავშირებით აი ხშირად დებთ ხოლმე სტორებს. ის რაცაც აჩვენებს საზოგადოებას, კიდე ვერ ასახავს შენს დამოკიდებულებას მარიტას მიმართ, ოჯახის მიმართ, აი როგორი მამა ხარ, მესტი არ მინახავს. ბრავო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მე მარიტაზე ვიტყვი 2-20 სიტყვას, ეს იქნება ალბათ ჩემი გამოხატვა უბრალოდ ჩემი დამოკიდებულების და სიყვარულის. ანუ მარიტამ შემიცვალა ცხოვრება, მან ძალიან გამილამაზა, მან
რაღაცა შემცვალა ალბათ და საოცარი ადამიანია და მისგან ვსწავლობ ხოლმე. ანუ იმდენად დიდი დოზით თბილი ადამიანია მარიტა, რომ საზღვარი არ აქვს ამ სიტყვას. მართლა ვამბობ რა. ანუ აი ძალიან თბილია. მას შეუძლია ყოველთვის გითხრას, რომ ხარ ლამაზი, სიმპათიური და საყვარელი და ხანდახან უხერხულ მდგომარეობაში ვარდები, იმიტომ რომ ანუ ჩემზე მეტი დოზით აკეთებს ამას და მე შეიძლება შუაღამეს უთხრა დილის 5 საათზე, რომ მარიტა გამიღვიძებია. მართლა არ ვიცი რაღაც უცნაური ხდება ხოლმე, რომ მიყვარხარ ეუბნები ადამიანს ძალიან უდროო დროს და ძინარეც არა გიორგი ვერ დაგეთანხმები მიყვარხარისთვის არ არსებობს უდროო დრო. შეუულია რომ აი ისეთი სიტყვები გითხრას რომ საოცარი. მოდი დღეს უთხარ გიორგი ღამის 5 საათზე რო აღვიძებ, ახლა გაღვიძებულზე. ეტყვი. ძალიან მინდა ვთხოვო ადამიანებს, ვისაც არ შეუძლია და თავი არასოდეს არ შეიკავოთ. რამდენჯერაც გექნებათ საშუალება თქვით, რომ მიყვარხარ, იმიტომ რომ იმხელა ენერგეტიკა აქვს ამ სიტყვას და ის რომ ამბობენ ხოლმე რომ აი ფასი ეკარგება იმას რომ ადამიანს უყურებდი. იმდენად იყო ჩაკეტილი რომ ადამიანს უყურებდი რომ ჰაბიტუსზე და თვალებზე ეწერა რომ გიჟდებოდა და აი ყელში ქონდა მიყვარხარ გაჩხერილი. აბათ მიყვარხარ. დილას ხო იცი? დილას რა ხდება, იცი? დილა რო თენდება, ეს სიტყვა რო არ თქვა, შეიძლება დამახჩოს. ისე შემაჩვია ამას. მიყვარხარ და ძალიან დიდი მადლობა. მართლა აი უბედნიერესი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჯერ ვასოცირდებით თქვენ რომ ამ გადაცემაში მოგვიწიეთ სიყვარულთან და მართლა ესეა და უდიდეს სიყვარულს გისურვებთ კიდე ყველას. აბსოლუტურად გეთანხმებით, სიყვარულს არ გააჩნია ეროვნება, სიყვარულს არ გააჩნია სქესი, სიყვარულს არ გააჩნია ფერი, სიყვარულს არაფერი არ გააჩნია სიყვარულის გარდა და ხშირად უთხრათ მიყვარხარ და აი ეს გადავდოთ ერთმანეთს. ზოგადად ერთმანეთს უნდა უთხრათ. ჩვენი დავწვალე სიყვარული არის ვერტიკალური და თანატბრუნვადი. ყველამ ჩავეხუტოთ ერთმანეთს. და შუაღამეს ვაღვიძებო რომ ამბობდა უნდა ვთქვა შუაღამეს ვარსკვლავი ვიჩორს ახალ. ეს სიმღერა უნდა. სილამაზით მთვარეს თანაც ზორს ახალ. ეს სიმღერა უნდა უმღერო როცა შუაღამეს გავაღვიძებო. ხდება ძალიან კარგი. რა თქმა უნდა ისე თემა რომ მე ჩემ ცოლს აქედან კიდევ ერთხელ ვეთქვი რომ ჯანი ძალიან მიყვარხარ და მადლობა მინდა გითხრათ ყველას ასეთი გამოხატულებისთვის და სხვა შორის გიორგიზე და მარიტაზე ვიყავით გაჩერებულები და აუცილებლად მინდა აღვნიშნო მარიტას ერთი ძალიან ძვირფასი თვისება რა ისე უყვარს გიორგი რომ აიცი რა იგრძნობა ხოლმე რომ ზედმეტად აი რაღაცა რომ გინდა რომ შემოიტანო თუნდაც ხუმრობის სახით რომ გიორგი ააკენწლო არა არ გაძლევს საშუალებას არ გიშოს ეგრევე იცავს არა აბა რა ეგ ძალიან მაგარი და დასაფასებელია და მადლობა შენავისთვის რომ აი ესეთი ხარ და ესე გიყვარს გიორგი ლუკა ჭანიშვილი და ელენე ნაჭყებია მოგესალმებით ლუკა და ელენე 1 წელია რაც შეყვარებულები არიან ორივე მოცეკვავეა და როგორც ვიცი სუხიშვილების კონცერტზე გაიცანით ერთმანეთი. ელენე და ლუკა ასევე დადიანების მეჯლისზე იღებდნენ მონაწილეობას და არ შემიძლია არ ვთქვა დადიანების მეჯლისთან დაკავშირებით ორი ძალიან კარგი ამბავია, სალოცი ამბავია ნამდვილად. ესე იგი დადიანების მეჯლისი გახდა მიუნხენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული. და ტოკიოს საერთაშორისო კინემატოგრაფიული ფესტივალის ნომინანტებს შორის, რომელიც ჩატარდება შემოდგომაზე იქნება უკვე გამარჯვებულების გამოვლენა. მართლა ძალიან საამაყოა რომ მოვხვდით ამ შორტლისტში და კიდევ ერთხელ მინდა ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო ჩვენს მეჯლისში, წლევანდელში და შარშანდელშიც ეს წლევანდელია წარდგენილი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა უთხრა, რა თქმა უნდა, თქვენი თამადობით აქ. თუმცა
ასევე მადლობა განსაკუთრებული მინდა უთხრა ერთ ადამიანს, გიორგი კალანდიას, ვინც არ დაიზარა, რომელიც არის სცენარის ავტორი და გააგზავნა ამ ფესტივალებზე, იმიტომ რომ მე და ფანქველას ამის აზრადაც არ მოგვსვლია, რომ მე გაგვეკეთებინა და ყოველ შემთხვევაში შედეგი სახეზეა და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამის არსებობისთვის ზოგადად და მხარდაჭერისთვის საქართველოს კულტურის სამინისტროს და პირადად მინისტრს. და აქვე დავამატებდი, რომ ალბათ ეს გამარჯვება მიუნხენში და წარდგენა ტოკიოში ალბათ უნდა იყოს ერთგვარი პასუხი იმ ადამიანების ვიწრო, ესე ვთქვათ, ჯგუფისთვის, რომლებიც რაღაცა, ასე ვთქვათ, გაურკვეველ სარღი. არა, იცი რა არის, ყოველთვის სასიამოვნო არის, როდესაც ფასდება ის შრომა უამრავი ადამიანის, ვინც იხილა ეს და ჩემი და სალომეს სიუჟეტი იყო, სადაც შიგნიდან, ესე ვთქვათ, მაყურებელს დავანახეთ, თუ რამდენი ხნის განმავლობაში რამდენი ადამიანი შრომობს, რომ მაყურებლამდე მივიდეს ის ზეიმი და ის, ესე ვთქვათ, ამაღლებული განწყობა და ასეთი საერთაშორისო აღიარება არის ძალიან სასიამოვნო და მე ვფიქრობ იმ შრომის ერთგვარი დაფასებაც რაც ამ ყველაფერში იყო ჩადებული. ასე რომ კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ. მადლობა. ლუკა და ელენე, თქვენი სიყვარულის ისტორია მოგვიყევით, როგორ გაიცანით სუხიშვილების კონცერტზე ერთმანეთი და როგორ გამოუწყდით ერთმანეთს სიყვარულში. ჩვენი შეხვედრა შედგა ჩემს კონცერტზე, სუხიშვილების კონცერტზე, თაკარას სცენაზე, სადაც ელენა იმყოფებოდა მაყურებლის როლში. და სანამ კონცერტი დაიწყებოდა, გავდიოდით გენერალურ რეპეტიციას და რო შემოვიდა ელენე იქ, რაღაცა თვალი მოუკარი და ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო მისმა გარეგნობამ და ნუ მან ესე რომ თქვა მეგობრის ჩარევით გავიცანით ზედაპირულად ესე ერთმანეთი. ერთ დღეს რეპეტიციაზე მივდივარ და შევაღე კარი და მხვდება ელენე. ვიფიქრე მეთქი ბედია თქო ეხლა და მაშინ უკვე დაიწყო ჩვენი დაახლოების ისტორია. ელენე, შენ მოგვიყევი, აი მაგალითად დღეს მოისმინე ჩვენთან სტუდიაში, ზოგი ეკლესიაში თხოვდა ღმერთს, ზოგი თავისთვის მანიფესტირებდა თავის წარმოსახვაში. მე მინდა რომ ტაძრების სია დაიდოს სადაც წლის მოპატაიკო. მე და შენ დავჭით მივიდეთ ბატონო. თავიდან როცა გავიცანი, მაშინაც არ მქონია ესე სიმპათიები. უბრალოდ ამის გამო შეწყდა ცოტა ხანი, დაახლოებით 6 თვე ჩვენი ურთიერთობა. მაგრამ მე როცა გავიცანი ახლოს, მე ძალიან დავახლოვდით და აი რითი მოგხიბლა, რას აკეთებდა ლუკა იმისთვის, რომ შენი ყურადღება მიეპყრო? ლუკა ჩვენი საერთო მეგობრების დახმარებით ცდილობდა ჩემთან კონტაქტს თავიდან. ნუ მე ზამთარში მე ძალიან მიყვარს ნაყინები ზამთარში და ნუ დამპატიჟა, თავი დაიპატიჟა ერთ-ერთ პირველ პაემაზე, ჩვენი პირველი პაემანი იყო ეს და ნუ აქ ძალიან დავახლოვდით, მე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ვისერინეთ და ესე პირველი პაემანი ეს იყო ოფიციალურად. გაყინე ბიჭი პირველივე პაემანი. კი, გავყინე. მადლობა და ახლა უნდა გთხოვოთ სიმღერა, რომ შეგვიძლია დღეს Prime Show-ს ეთერში. შენი ხილვა მონატრებულ ზღაპარს გავადა სიზმარშიაც მეფონები ფიანადასა მადლობა ღამერთს ლოდინით არა დამიზამთრდა შენით გულში სიყვარული შემობრწანადა შენ ხარ ჩემი სახადე და სამკაული ახალას ხვისით გაოცებაც გადამყლიდა მზით ამევსო სევდით სავსე საგანწური სხვა სიმდიდრე რა და ვინადა რო რაღა და მინადა გეფიცები თუ კი სადმე გამჩენია დაუჯერე ყველაფერი გარაგა და იცის რაც სიცოცხლე ამიერი დამრჩენია
ერთ კოცნაში ერთ აღიმილში გადაგიცვლი შენ ხარ ჩემი სახატე და სამკაული ახალას ხვისით გაოცებაც გადამყლიდა მზითამევსო სევდით სავსე საგანწური სხვა სიმდიდრე რა დავინატარო რაღა დამირადა მზითამევსო სევდით სავსე საგანაწური სხვა სიმდიდრე რა დავინატარო რაღა დამირადა ახლა კი ჩვენი პარტნიორის კრედო ბანკის შესახებ გვეტყვის ანრი. მოითხოვეთ ონლაინ სესხი მაიკრედოს მობაილ ბანკის საშუალებით, სრულიად დისტანციურად, ნებისმიერი მიზნობრიობით და მიიღეთ მარტივად ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი სახის შემოსავლის საფუძველზე. მნიშვნელობა არ აქვს შემოსავალს ხელზე იღებთ თუ ბანკში გერიცხებათ. განაცხადის დასაფიქსირებლად ასევე შეგიძლიათ დარეკოთ კრედო ბანკის ცხელ ხაზზე. ფიფქი 4242. და რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი ერთგული პარტნიორი ნატალი ჯგუფი, რომელიც მუდამ ზრუნავს ჩვენს ილამაზეზე და ჯანმრთელობაზე. მადლობა ნატალი ჯგუფს. ახლა კი პრაიმ შოუში მინდა წარმოგიდგინოთ ჯგუფი გორდელა, გია მაჭარაშვილის სიმღერით ლურჯი იერი. Raga
მადლობა მინდა უთხრა ჩვენ სტუმრებს არაჩვეულებრივი გადაცემა. ქორწინების სახლში ჩემს ქორწილში გეპატიჟებით.